არის ვიდეო ილუსტრაციები უკვე MATLAB-ის, როგორც შეგვიძლია, ერთგვარი ინტერაქტიული დემოა, კომპლექსური რიცხვების, პოლარულ ფორმაზე ლაპარაკი. აქ ჩანს კარგად. როდესაც ეს რიცხვითი მნიშვნელობები გვაქვს. ვერა წარმოსახვით ასე ვთქვათ. აქსის და ორდინატა საგერგა ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა მნიშვნელობები მივცეთ, სადაც ავტომატურად მოიწყება კუთხე და რადიუსი ამ digital signal processing-ის შესწავლის პროცესისთვის არის აუცილებელი. კომპლექსური რიცხვის ილუსტრაციის თვალსაზრისით ჩანს აქ თანამოწყები, რომელიც რა თქმა უნდა არ იმართება რიცხვითი მნიშვნელობების სადღაცას ველი რო კონდეს ესე არ აქვს, თუმცა ესე ჩანს გრაფიკულად, რაც უნდა ეილერის ფორმულას თვალსაზრისით ხდის. Z-ტრანსფორმის demo tool-ია, სადაც ნულების დასამატებელი და პოლუსების დასამატებელი ღილაკები აქვს, შესაბამისად სტუდენტებს შეუძლიათ ძალიან მარტივად მართონ და ინახონ უშუალოდ რა შედეგსაც მიიღებენ. რაღაცა კონკრეტული შემთხვევა ექნებათ, რის მიხედვითაც დაითვლიან პოლინომიდან დაითვლიან, ასე ვთქვათ, ნულების და პოლუსების რაოდენობას, შესაბამისად მე აგერა შეყრიან, როგორც იტყვიან. მე აქ ამ tool-ში დაინახავენ, ეს არის 2D გამოსახულება, ეს არის 3D გამოსახულება, შესაბამისად აქედან შეუძლიათ მართონ ეს, მაგალითად ნულები ამოძრავენ. არ მახსოვს აქ როგორ და არა ბოდიში ასე. შეუძლიათ ასე მოძრავონ ეს აქეთ და იქ ძალიან კარგად ჩანს ერთეულოვან წრეზე. ეს კიდევ არის ეგრეთ წოდებული system function-ი, შესაბამისად მაგათაც დავამატოთ ნულები ემატება ასე, დავამატოთ პოლუსები ემატება ასე, თუ პირიქით ნულები აქ არის და პოლუსები აქ, შესაბამისად ძალიან ნათლად ჩანს, რომ როგორ იცვლება ამპლიტუდურ სიხშირული მახასიათებელი, უშუალოდ აი აქ манипуляციებით, სიტყვაზე მე შეუძლიათ დატოვონ უშუალოდ სისტემის მახასიათებელი, ამ system function-ი, რომელიც აქ არ განვიხილია, თუმცა ეგეც მნიშვნელოვანი საკითხია. ილუსტრაციის თვალსაზრისით ეს ითვლება digital signal processing-ის ნაწილში ეს ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან tool-სად. რაც აბსოლუტურად 100%-ით იძლევა იმის საშუალებას, რომ სტუდენტებმა გაიგონ ზუსტად system function-ის შემთხვევაში რაზეა საუბარი. Laplace-ის დემოა, რაღაც დონეზე უცებად ავივლით, შესაბამისად აქაც ძალიან კარგად ჩანს ამპლიტუდური მნიშვნელობა, ფაზური, აქ სიგმა მნიშვნელობის ცვლილება როგორ აისახება. ეს კონკრეტული შემთხვევაა, რომელსაც რა თქმა უნდა განვიხილავთ და ძალიან კარგად ჩანს თვალნათლივ აქაც ესე
შემოვადრიელებთ, დავინახავთ და ზუსტად გამოჩნდება უშუალოდ კონკრეტულად რას უთვლით და ეს არ იქნება რაღაც ძალიან ზოგადი და ძალიან ესეთი გაუაზრებელი ეს იქნება ყველაფერი თვალნათლივ. არის ტრანსფორმის შემთხვევა, როდესაც აქ ვცვლით ერთ პარამეტრის რადიუსზე საუბარი, აქ კონკრეტული შემთხვევა, როდესაც აქვს პლუსი და სახის ცვლილება ხდება ერის ცვლილების დროს. შესაბამისად ეს ძალიან საინტერესო იქნება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი დემოებია. კიდევ ერთ დემოს დაჩერებ და ამით პრინციპში დათლივ ჩანს რა ტიპის გამოყენება ექნება MATLAB-ს. ილუსტრაცია ჩეპიშევის ფილტრია, რომელიც აქტიურად არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იქ ბატერვორდის ფილტრსაც განვიხილავთ, ჩეპიშევის ტეიპ-ორ ფილტრებს, ეს კონკრეტულად ტეიპ-ორი ფილტრია და მერე საბოლოოდ იქნება ელიფსური ფილტრების დემოების განხილვაც, რა თქმა უნდა, ეს არის პირველი ნაბიჯი ამ კონკრეტული, ესე ვთქვათ, ტიპების განხილვისას. შემდგომი ნაბიჯი იქნება უკვე უშუალოდ MATLAB-ში ფილტრის კონფიგურატორში. ამ, ასე ვთქვათ, კონკრეტული ფილტრის არჩევის და სხვადასხვა ტიპის დამუშავების დროს სხვადასხვა მეთოდებით, ანუ რომელი კონკრეტული მახასიათებელია საჭირო ამის გარჩევას, რაც პრინციპში ითვლება digital signal processing-ის შესწავლის ძირითად საკითხად, ანუ ითვლება წარმატებულად სასწავლო კურსი თუ სტუდენტები MATLAB-ის საშუალებით კონფიგურაციას ახერხებენ. მინიმალურ კონფიგურაციებზე კიდევ ერთხელ ვიძახ საუბარი, აქ არ არის საუბარი რაიმე რთული ტიპის გარდაქმნებზე და რაღაც სატელევიზიო თუ რაღაცა იმიჯების დამუშავებაზე, ანა აუდიო სიგნალების. ერთი კონკრეტული შემთხვევაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩაითვალოს წარმატებული იყო თუ არა სწავლება.